ისტორიის მანძილზე იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც იმდენი რამ აქვს გაკეთებული თავისი სამშობლოსთვის და ხალხისთვის, რამდენიც ბიძინა ივანიშვილს. მისი ქველმოქმედება იმდენად მასშტაბურია, შეუძლებელია, რომ სადღაც მაინც საკუთარი თვალით არ ნახო და არ მოისმინო ამბავი, როგორ დაეხმარა ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს. როგორ გადაარჩინა ვიღაცის სიცოცხლე, როგორ აღადგინა დასანგრევად განწირული ჩვენი ქვეყნის უნიკალური ისტორიული ძეგლები. მისი კეთილი საქმეები ჩანს საქართველოს თითოეულ რეგიონში, თითოეულ სოფელსა და ქალაქში. იქ, სადაც სახელმწიფო ხშირად ვერ მისწვდა, მაგრამ მისმა ქველმოქმედებამ შეავსო სიცარიელე. არ დარჩენილა საქართველოში სფერო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მზრუნველი ხელი არ შეხებია. იქნება ეს განათლება, სპორტი, კულტურა თუ კულტურული მემკვიდრეობა. უნიკალური ქართული ფლორა და ფაუნა, რომლის დაცვა და აღდგენა მხოლოდ მისი ქველმოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი. ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბის შესახებ საუბრობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მას მოიხსენიებენ როგორც საერთაშორისო მასშტაბის მეცენატს, რომელმაც საკუთარი ქონების 90% საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიღო. 1995 წელს დაარსების დღიდან ქართულ ფონდს 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარი აქვს გაცემული. არც აქ ყოფილა ფოიერვერკები. ეს იყო მხოლოდ ამ კავკასიური რესპუბლიკის განვითარების სამსახურში გამოჩენილი ხელგაშლილობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 სკოლა აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან აღიჭურვა და 100,000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო ახალი სასკოლო ინვენტარი. ქუთაისში სრულიად ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდა, რომლის დაფინანსებისთვის ბიძინა ივანიშვილმა თითქმის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოხო, რაც მიზნად ისახავს მომავალი თაობის ტექნიკური ცოდნის დაგროვებას. თუმცა არსებობს საქართველოში მცირე, მარგინალური ჯგუფი რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების სახით, რომლებიც წლებია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებების კამპანიას ეწევა. მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლია. რადიკალური ოპოზიცია და მის მიერ მართული მედია ცდილობს დააკნინოს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბი და რადგან გაკეთებულ საქმეებს ვერ უარყოფენ, ცდილობენ ქველმოქმედების მოტივებში დაეჭვონ საზოგადოება და ამისთვის 1000 გვარ სისულელეს იგონებენ. ალბათ ყველს კარგად ახსოვს რადიკალების კამპანია დენდროლოგიური პარკის წინააღმდეგ. როდესაც ჯერ პროექტს ბუნების საწინააღმდეგო აქცია დასაღებდნენ, შემდეგ კი ცდილობდნენ საზოგადოება დაეჯერებინათ, რომ პარკს ბიძინა ივანიშვილი პირადი მოხმარებისთვის აშენებდა. პრემიერს ხეები ამჯერად ჩვენი ფულით გადააქვს. ურიახში ბიძინა ივანიშვილის ხელოვნურად გაშენებულ ბაღში ნარგავები ხმება. აღმოჩნდა, რომ ჩაქვის ტყეში ათობით ნარგავი ისე გაჩეხეს, რომ ნებართვა გაცემული არ იყო. ნებისმიერი ბოტანიკოსი და არბორისტი იტყვის, რომ ამ ხეების გახარების შანსი ახლა გადატანის მერე არის დაახლოებით 10-15%, იმიტომ რომ არასწორად მიმდინარეობს მათი გადატანა. ივანიშვილიც და ქართული ოცნებაც ამტკიცებდა, რომ ეს პარკი ქართველმა ოლიგარქმა ხალხისთვის ააშენა და ის ივანიშვილების პირადი ბაღი არ იყო. თუმცა რა თქმა უნდა, მათი ეს ბრალდებაც მორიგჯერზე სიცრუე აღმოჩნდა. დენდროლოგიური პარკი დღეს წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს მასპინძლობს და რაც მთავარია უფასოდ. პარკმა მხოლოდ გახსნიდან რამდენიმე თვეში მილიონამდე ვიზიტორს უმასპინძლა. დეზინფორმაციული კამპანიის ავტორებს საზოგადოებისთვის არათუ ბოდიში არ მოუხდიათ ჩვეული უტიფრობით განაგრძეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მორიგი პასკვილების შეწყვეტა. სწორედ ასეთი უტიფრობა მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან. ვინმე ბესო შენგელიამ და ლევან სანიკიძემ, რომელსაც როგორც ჩანს უსინდისობა მამისგან მემკვიდრეობით ერგო, მათი პარტიული ბოსების დავალებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მორიგი ბინძური ცილისწამება გააჟღერეს. კიდევ ერთხელ შეეცადნენ ჩრდილი მიეყენებინათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებისთვის. პირველი რაც ჭორვილაში გააკეთა, აბსოლუტურად ყველას გამოუცვალა სახლის სახურავი. საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდა, იცი? ბიძინას ეშინოდა ძველი წარმოების შიფერის, რომელიც არის ასბესტის შემცველი და ჯანმრთელობისთვის საზიანო და მართლა? სწორედ მაგიტომ მოხდა ჭორვილაში იმის სახელით, რომ ვითომ ხალხს ეხმარებოდა სახლის სახურავების გამოცვალა. ერთ ფერში უნდა დასმა. არა. ბრალდება, რომ აბსურდულია და მხოლოდ მისი გამჟღერებლების უტიფრობაზე მეტყველებს, ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის ამის ახსნა საჭირო არც არის, რადგან მთელმა საქართველომ იცის თუ როგორ ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული მის მშობლიურ რაიონს, სოფელს, თითოეულ ოჯახს. რამდენი სიხარული მიუნიჭებია და რამდენი ადამიანის გასაჭერი გაუზიარებია. როგორ იქცა ის ჯერ საჩხერის რაიონში მცხოვრები ადამიანების და შემდეგ მთელი საქართველოს იმედად.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ სიმართლე კარგად იცის, გადავწყვიტეთ სიცრუისთვის გასაქანი არ მიგვეცა და საჩხერის რაიონს ვესტუმრეთ. რამდენიმე სოფლის მაცხოვრებელს თუ ქალაქში მოსიარულე ადამიანს გავესაუბრეთ. ნაცმოძრაობის წევრების ბრალდება მოვასმენინეთ და კომენტარი ვთხოვეთ. ეს თუ რამე იხედება ყველაფერი ბიზნესგან არის გაკეთებული. სახლის კრიშები, გაზი, სავატყოფო და რა ვიცი, რამდენი რამე. ამას ვინ მოთვლის? რა აღმოჩნდა, იცი? ბიზნესზე შინოდა ძველი წარმოების შიფერის, რომელიც არის ასბესტის შემცველი და ჯანმრთელობისთვის საზიანო და სწორედ მაგიტომ მოხდა ჭორვილაში იმის სახელით, რომ ვითომ ხალხს ეხმარებოდა სახლის სახურავების გამო. ეს სულტყუილია. რა შიფერი, რა გამოსხივება, რას ლაბრავა გეკადრება. თუ გინ ჭორვილაში განარჩენ სოფლებში საჩხერის რაიონის ყველა სოფლებში ეს გაკეთებულია. ნეტა დიდხანი ცოცხლების ეს გვინა ჩვენ. ბიზინა მოსვლის დღიდან ჯერ თავრობაშიაც რო არ იყო, ისედაც საავადმყოფოში უფასოდ ქონდა ყველაფერი, სამედიცინო მკურნალობაც, თუ ვინმეს რამე დაჭირდებოდა გინ მედიცინაში, გინ საოჯახო. შემდეგ დაიწყო მთელს რაიონში ყველა სახლი გადახურა. წყალი გვაქვს, აი ახლა თქვენ გახართ სოფელ სავონიში, სოფლის ცენტრში, სადაც კეთილმოწყობილია ატყობთ თქვენს ყველაფერს. ეს ლამაზი სკვერი გაპარტახებული იყო, მაგრამ აღსდგა. თავისი ყველაფრით ხედავთ, როგორ კეთილმოწყობილია. აგერ შენდება ახალი საბავშვო ბაღი, ჩვენი კულტურის სახლი, სკოლები, ალბათ დაათვალიერეთ, თქვენ უცხო ხართ ახლა ჩვენი რაიონისთვის, დაათვალიერეთ ყველაფერი, განსაკუთრებით ლამაზი და კარგია. რაიონს მაგარი პატივისცა, იმას მოსახლეობას დაეხმარა ყველანაირად. დახურვა იყო, გაზი იყო, გაზი საერთოდ არის ყველაზე ჩაქცეული რაიონი იყო ესა. აბსოლუტურად ყველას გამოუცვალა სახლის სახურავი. ბიზნესზე შინოდა ძველი წარმოების შიფერის, რომელიც არის ასბესტის შემცველი და ჯანმრთელობისთვის საზიანო და სწორედ მაგიტომ მოხდა ჭორვილაში იმის სახელით, რომ ვითომ რაში მაინტერესებს ახლა მაგინი რაღაცას ჭორაობენ ნაციონალ მე არც მაინტერესებს ნაციონალ არც საერთოდ არ მაინტერესებს მაგინი 1991 წელს მიწისძვრა როცა მოხდა დაზიანდა ძალიან ბევრი სახლები და დიდი დახმარება გაუწია ბატონმა ბიძინამ ყველა მოსახლეს კერძოდ პირველ რიგში აღსდგა სკოლები ყველა სოფელში აბსოლუტურად საბავშვო ბაღები ყველგან სადაც დაიგრა აქედან დაიწყო აღშენებლობა საჩხერის რაიონში აღადგინა საავადმყოფო ყველა მოსახლე შეეძლო საჩხერეში მცხოვრებს კი არა ჭიათურიდანაც ამოდიოდნენ გვერდით ქალაქიდან მოსახლეობა სამკურნალოდ და უფასოდ ემსახურეობა და საავადმყოფო. დაიწყო მასიურად გადახურვები, ოჯახების სახლები, თავისი თავხეებით, ხეტყით მოამარაგა და უფასოდ უსასყიდლოდ ყველა ოჯახს გაუკეთა ეს სახურავები შეუცვალა. ყალი ჩამოუდიოდა ზოგი სახლები მიწისძვრისგან დაზიანებული იყო და შეკეთებას საჭიროებდა. შემოიყვანა წყალი უფასოდ გაზი, რომელსაც ჩვენთვის ოცნება იყო ის, რომ ჩვენი სახსრებით ამ ბუნებრივ აირს ვერ შევიყვანდით. მარტო ის კი არ შემოიყვანა გაზი სოფლებში, ყველა სოფლებში შეიყვანა აბსოლუტურად. ამასთან ერთად დაარიგა გამათბობლები და გაზქურები, რომ დაგვიმონტაჟა თავისი ყველაფრით, რომ ერთი კაპიკი არავის არ დაჭირვებია ოჯახიდან. ესე უსასყიდლოდ სულ ყველა ოჯახს არ ვიცი რა მადლიერების მეტი რა უნდა გამოხატოთ ამ ღვთის კაცია მართლა. ზღაპარში მეგონა თავი ტირილი ვიტირე მე თვითონ პირადად როცა ჩემს სახლში კარები გაიყო უთქმელად
შემოვიდა მანქანა, რომელმაც დაცალა მასალა და კითხვით არავისინ არაფერი არ უკითხიათ. პირიქით გაგვაფრთხილეს, არაფერი არ ინევრიულოთ, ყველაფერი ხარჯი ჩვენი იქნება. ეს იყო მართლაც ხაპარი. ამას რო ვიგონებ დღესაც ცრემლები მწვივა მე. და სოფელი გაისმართ, თელ სოფელში მართლაც ზღაპრული იყო 10-12 ბრიგადა ერთხელა შემოსული და კეთდებოდა ეს საქმეები. მაგისი თქმა ალბათ ვიღაცას რაღაცისთვის ჭირდება და იმიტომ თუ არა როგორ თავისთვის იმას არც უნახავ ჩემი სახლი რა იმის შემდეგ როგორი სიხარული განვიცადე როგორი იყო ჩემთვის ეს განცდა ეს სრული აბსურდია მაგის თქმა. ბიზნესზე შინოდა ძველი წარმოების შიფერის, რომელიც არის ასბესტის შემცველი და ჯანმრთელობისთვის საზიანო და მართლა სწორედ მაგიტომ მოხდა ჭორვილაში იმის სახელით რომ ვითომ ხალხს ეხმარებოდა სახლის სახურავების გამო ერთ ფერში უნდა დასვა. რატო არ თქვენია მაგის თქმელს გენად აღარ მინდა მე ვიცი რატო არ თქვენია რატო სირცხვილი რატო არ თქვენია მაგას თვითონ ვიცი მაგას ლაპარაკობს გენაძველი რატო არ თქვენია რაც დაიბადება ახალგაზრდობას მაგისთან დაბადებული იყოს აწმი ხო და მაგაზე სიცუდე ვინცი ვიტყვის არა ის არის არა ადამიანი გარეწარი ადამიანი ყველა ამნიშნულობით რაიონში ბევრი რამე გააკეთა პირადად ვიტყვი ჩვენ სოფელზე მე სადაც ვცხოვრობ მე აქ ამ სოფელში არ ვცხოვრობ მე მეზობელ სოფელში ვცხოვრობ იტავაძა ქვია ძალიან ბევრი რამე გააკეთა პირველი რიგში რომ ვერ ვეღირსებოდით გაზი უფასოდ შემოგვიყვანა უფასოდ დაგვიმონტაჟეს კარმები გაზები ყველაფერი რომ ერთი ლარიც არაფერში არ გადაგვიხდია ასევე ბევრი რამე, ბევრი სიკეთე, აი სამანტყოფეები ძალიან უფასო იყო ყველაფერი, მკურნალობა, ოპერაცია თუ რამე დაგჭირდებოდა ყველაფერი უფასო იყო, უანგაროდ იყო წამლებიც ყველაფერი და არ ვიცი ასე უანგაროდ რო ადამიანი რამეს გააკეთებს, მადლიერება მაინც უნდა გამოხატო. სხვა თუ არაფერი, მადლიერება მაინც უნდა გამოხატო. ბევრი სიკეთე რაიონში, მარტო სკოლები, მარტო ბაღები თუ რა ვიცი, ბევრი სიკეთე გააკეთა ყველასთვის, ვინც დაინახავს და ვინც ვერ დაინახავს, ის მიდონ დაუნახავი იქნება, რაც არ უნდა გაუკეთო. გავიხსენოთ მოვლენას, როცა ბიზნესში სანამ პოლიტიკაში მოვიდა. ხო, აი ამასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი. ხო, არ ჩანს ფაქტი გეცო. გახედეთ თუ არ ჩანს ფაქტი. რა თქმა უნდა, ვიღაც რაღაცას იჭერჭეტებს. რას გვეტყვით ჩვენთვის წყალს ვიდავდი წყაროდან მდგონია 50 წელი და ახლა სახლში მაგ წყალი მოდო სახლები დაგვიხურა რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ორი ოპერაცია გავიკეთე უფასოდ კაპიკი ფული არ გადამიხდია შიგ და 1000 გვარი და 1000 გვარი სოფელს ეთყობა ტალახში რო ვიხსჩობოდით და ახლა რო პიცკინის მივდივართ აგერ კაი ბეტონებზე აბა სიკეთი არ არის მაგი არ უნდა დაინახო თვალით ყველა ოჯახს აქვს შეხებული ბატონი ბიზნესი სიკეთე აზრების მშენებლობები და რავი რა ყველა სკოლები და გაზი და დენი და წყალი და რავი უამრავი თავისთვის გააკეთაო ზეშტის ეშინოდაო და კარგითა სისულელი უნიკალური ადამიანია რომელზედაც ცუდის თქმა უბრალოდ არ შეიძლება ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარს ბატონი ბიზნესი გასამართლა ჩვენთან რომ ვინმე ცუდი თქვას არ ვაპატიებთ პირადად ჩვენთან სახლები დაგვიხურა, გაზი მოგვიყვანა, რა არ გააკეთა, ყველაფერს კარგს აკეთებს. გაიხაროს. დაეხმარა თავის რაიონს, დაეხმარა თავის სამშობლოს. ყველანაირად ეს კაცი არის კარგი ადამიანი. სიგეთის მეტი არაფერი არ უკეთებია აქ მაგას. მარტო ჭორილაკი არ დახურა გაზი. გააკეთა საჩხერე, გააკეთა ის ბატო წერდა გაზი იყო, დენი იყო, თუ რამე იყო ყველაფერი ყოდა. მარტო ის რა შუაშია ყველაფერი იყო სასიკეთო და ყველაფერი არის ყველაფერი ახლაც აკეთებს ვინც ხედავს ასია და ვინც ვერ ხედავს ახლა დაუნახავ მაინც ვერ დაინახავს ხო გულბაზის ბიჭი ამბობდა მაგას ხო სახურები ენთერ სახლები და ახალი სახლები და სახურები ასე გაკეთე სახურები რაიონიანი ყველგან გაკეთე მარტო ხერ სულთლიანი გაკეთე ვინც ყველაფერი ასე რომ მიუხედავად შეკვეთილი დეზინფორმაციული კამპანიებისა ბიძინა ივანიშვილი რჩება ადამიანად, რომელმაც თავისი საქმით დაამტკიცა ერთგულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ. დღეს როცა ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს სიცრუის მანიპულაციისა და ზეწოლის ფონზე, საზოგადოება სულ უფრო ნათლად ხედავს, ვინ დგას რეალურად ქვეყნის მშენებლობის მხარეს და ვინ ცდილობს ამ პროცესის საბოტაჟს. ბიძინა ივანიშვილი არ საუბრობს ხმამაღლა, მაგრამ მის ნაცვლად საუბრობენ მშენებარე თეატრები. რეაბილიტირებული სკოლები, აღდგენილი ისტორიული ძეგლები, განათლებაში ჩადებული ინვესტიციები და ადამიანების გულწრფელი მადლობა. ხალხი ხედავს, გრძნობს და აფასებს, რადგან ბოლოს და ბოლოს სიმართლე ყველაზე ძლიერი პასუხია ცილის წამებაზე და საქმით ნათქვამი სიტყვა ყველაზე მტკიცე.